თედო აბრამოვი 7 დეკემბერს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, მას 7-დან 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მას 5 გრამამდე MDMA-ის ფლობას შენახვას ედავება. თვითონ თედო კი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი მას პოლიციელებმა ჩაუდეს. თედო საქმეში არსებობს ნული მტკიცებულება, ნული ვიდეო იმის შესახებ, რეალურად ეს ნარკოტიკი მისი ჯიბიდან არის ამოღებული თუ არა. თედო პოლიციამ სწორედ იმ დროს აიყვანა, როდესაც ის სადარბაზოდან გამოდიოდა და რუსთაველზე აქციაზე მიდიოდა. თან ჰქონდა ისეთი ნივთები, როგორიც არის ეს სათვალე, დამცავი სათვალე აქციების დროს, რასაც ვიყენებთ ხოლმე და აირწინაღი. ახლა საქმიდან ეს ორი ნივთი სხვა პირად ნივთებთან ერთად საერთოდ გამქრალია და ალბათ ბუნებრივია რატომაც და გასაგებია რატომაც პროკურატურას და პოლიციას არ აწყობს, რომ საქმეში არსებობდეს რაიმე ნივთმტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ რეალურად თედო არა ნარკოდანაშაულისთვის, არამედ პროტესტში მონაწილეობის მიღების გამო არის დღეს ციხეში. თედო აბრამოვი საქმის მოსამართლე არის თამარ მჭედლიშვილი, ის მოსამართლე, რომელმაც სულ რაღაც ორი კვირის წინ 21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ მოდი დავიწყოთ ცოტა თავიდან. ვინ არის თევდორე, იგივე თედო აბრამოვი და რატომ ზის 22 წლის ბიჭი უკვე მე-7 თვეა ციხეში? აბრამოვმა სკოლა საქართველოში დაამთავრა, მერე რაღაც პერიოდი იყო საბერძნეთში, ათენში წასული, მისი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს. პროტესტამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში იყო ჩამოსული და აქ ცხოვრობდა. აქციებზე აქტიურად სიარული თედო დაკავებამდე, ანუ 7 დეკემბრამდე 3-4 დღით ადრე დაიწყო. მას მხარზე დაზიანებაც აქვს, სავარაუდოდ რეზინის ტყვია აქვს მოხვედრილი. ახლა გიყვებით თედოს ვერსიას, რა პირობებში დააკავეს ის და საერთოდ რას აკეთებდა 7 დეკემბერს და ეს არ არის მხოლოდ მისი ვერსია. ამას ადასტურებენ დაცვის მხარის მოწმეებიც. მოკლედ 7 დეკემბერს საღამომდე იყო სახლში ახლობელთან, ოჯახის ნათესავთან ერთად და საღამოსკენ უკვე 9 საათისკენ გადაწყვიტა, რომ აქციაზე უნდა წასულიყო. დაკეტა სახლის კარი, იმიტომ რომ მისმა ახლობელმაც აღნიშნა სასამართლო პროცესზე, რომ ჩვევად ჰქონდათ, ყველას ჰქონდა თავისი გასაღები და სახლიდან ვინც გადიოდა, თავისივე გასაღებით კეტავდა ხოლმე კარს. სადარბაზოს კარიც იყო ჩიპზე მიმაგრებული, შესაბამისად ავტომატურად დაიკეტა სადარბაზოს კარი და როდესაც სადარბაზოდან გავიდა, მიუახლოვდა 2 ადამიანი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები და მაშინვე ხელიდან გამოსტაცეს მობილური ტელეფონი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები იყვნენ პოლიციელები. მოკლედ თედო გადაყავთ ბნელ ადგილზე და უცებ ირგვლივ ჩნდება 15-მდე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელი. თედოს თხოვენ პირადი ნივთების წარდგენას და ის ამბობს ერთ-ერთ პროცესზე ეგეთ რაღაცას, რომ პირადი ჩხრეკის დაწყებისთანავე მას კბილზე ბრეკეტი ეკეთა და აი ამ ბრეკეტებზე მითითებით პოლიციამ, ერთ-ერთმა პოლიციამ მას პირის ღრუში ხელი ამოუსვა. რატომ არის ეს დეტალი, ანუ პირის ღრუში ხელის ამოსმა მნიშვნელოვანი, ამას ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. პარალელურად თედოს ართმევენ პირად ნივთებს, მათ შორის მობილური უკვე ხელში აქვთ პოლიციელებს, მაგრამ თედო ყვება, რომ ის ადგილზე არ დაულუქავთ და არც გაუთიშავთ და ამას პოლიციაც ადასტურებს და ამბობდა, რომ პაროლდადებულ მობილურის გათიშვა შეუძლებელია და შესაბამისად ჩართულივე დაულუქეთო, თუმცა თედო ამტკიცებს, რომ მობილური ეგრევე ჩაიდეს და არც დაულუქიათ ადგილზე. ასევე ართმევენ ჩანთას, სადაც უდევს პლასტიკური ბარათები, პირადობის მოწმობა და რაც მთავარია, წეყარო გითხარით სათვალეს და აირწინახს ისე, რომ შემდეგ საქმიდან საერთოდ ხრება ეს ნივთები. და უცებ გაჩნდა თითქოს და მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც რეალურად არ ქონია, ადამიანი არ არის მომხმარებელი. ალბათ ისმენდით, რომ მე არაერთი შუამდგომლობა დავაყენე თუ მომხმარებელი ხარ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის დროს, ეს არის მოხმარების დადგენა არის პროკურატურისთვის ძალიან ესეთი მტკიცებულება, მაგრამ არ ჩაუტარეს ნარკოლოგიური შემოწმება. მოკლედ თედოს უკვე ბორკილები ადევს, დაკავებულია და ამ პირადი ნივთების ჩამორთმევის შემდეგ და პირის ღრუში ხელის ამოსმის შემდეგ თედო მიყავთ უკვე კრიმინალური პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობაში, სადაც მეორეჯერ ატარებენ უკვე ამ ჩხრეკას. თედო ამბობს, რომ ხელმეორე ჩხრეკის დროს ის გააშიშვლეს, ბუქნებს აკეთებინებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ სიტყვიერს და მიუთითებდნენ საყურეზე, საყურე ეკეთა მაშინ და ტატუებზე და ასევე ტელევიზორში იყო ჩართულიო ერთ-ერთი ასე ვთქვათ ოპოზიციური არხი, აქციის მონაწილეები ჩანდნენ და აი ამ აქციის მონაწილეების მიმართაც ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფებიო. ჩვენ ვთხოვლობდით კამერებს, ვიდეო კამერებს და პასუხი მივიღეთ პოლიციიდან, რომ თითქოს და ვიდეო კამერები არ აქვთ. ამხელა შენობა და რა თქმა უნდა აქვთ ვიდეო კამერები.
და ამის შემდეგ უკვე თევდორე აბრამოვი გადაყავთ დროებითი მოთავსების იზოლატორში. დღემდე დაკარგულია თედოს პირადი ნივთები, შარვალი, ქურთუკი, ჩანთა, რომელშიც ასევე სხვადასხვა პირადი ნივთი ჰქონდა, მათ შორის სახლის გასაღები და პლასტიკური ბარათები, დაკარგულია აირწინაღი და სათვალე. ჩემი პირადი ნივთები და ტელეფონი და ნოტბუქი ყავს. დანარჩენი ჩანთა, აირწინაღი, მასა, სუნამოები ერთს მომხდა. Dacă sună mai puțin de încolo, dar continuă am văzut o plasticul liberat de să am ținut să vedem. Este foarte bine să dăm un pic. Are ținut de puțin. აბრამოვის სასამართლო პროცესი ახლა არის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე და ასევე დაცვის მხარის მოწმეების მოსმენის ეტაპზე. ანუ პროკურატურა ბრალდების მხარემ უკვე დაასრულა მოწმეების გამოკითხვა და ახლა უსმენენ თედოს მხარეს, ანუ თედოს საქმის მოწმეებს. მაგრამ სანამ დაცვის მხარის პოზიციებზე მოგიყვებით, მოდი გავიხსენოთ, რას ამბობს პროკურატურა, საერთოდ რას ედავება თედოს და რას ყვებიან მცრუ მოწმე პოლიციელები. მოწმე პოლიციელები უარყოფენ ფაქტობრივად ყველაფერს, რასაც თედო ამბობს. პირველი დეტალი ის არის, რომ საქმეში არ ჩანს ის 15 პოლიციელი, რომელზეც თედო და მისი ახლობლები მიუთითებენ დაკავების დროს მის ეზოში მყოფ პოლიციელებზეა საუბარი. საქმეში ჩანს მხოლოდ ჩხრეკის ჩამტარებელი გიორგი თევდორაშვილი, აი ეს პოლიციელი. ჟურნალისტის კითხვების არიდებისთვის რომ მოსული ხართ, რამდენიმე პოლიციელი ჩხრეკაზეც რომ ამდენი წასული ხართ თან გადაგებოთ. ხო და მე სხვა კითხვა მაქვს იქიდან გამომდინარე რაც მოვისმინე. და ასევე ორი ადამიანი მასთან ერთად მყოფი, ეს არის ბექა წოწკოლაური და გიორგი ქაჩლიშვილი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თედოს გაკავებით იყვნენ, აი ამ დროს დაკავებულები. ასევე არის საქმის გამომძიებელი ირაკლი გახარია და უკვე უშუალოდ სახლის მჩხრეკავი ორი პოლიციელი. რას ამბობენ ეს ადამიანები? მოკლედ, სქემა არის ეგეთი. გამომძიებელმა ირაკლი გახარიამ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო თედო აბრამოვის შესაძლო ნარკოდანაშაულის შესახებ. მან ეს ინფორმაცია ჩააგდო პოლიციელებს WhatsApp-ის ჩატში, სადაც გიორგი ქაჩლიშვილმა უკვე მეორე პოლიციელმა ეს ინფორმაცია წაიკითხა და პოლიციის შენობიდან გაემართა დაუყოვნებლივ, ანუ საღამოს 9 საათზე არის საუბარი 7 დეკემბრის, გაემართა თევდორე აბრამოვის სახლის მისამართისკენ, ეს არის დიღომში პეტრიცის ქუჩაზე. მას უკვე ადგილზე დახვდა ორი პოლიციელი, მისი მოყოლის ვერსიას გიყვებით ახლა. ბექა წოწკოლაური და გიორგი თევდორაშვილი, რომლებიც უკვე მისულები იყვნენ თედო აბრამოვთან. მოწმე პოლიციელის ვერსიით, ისინი სადარბაზოდან გამოსულ თედო აბრამოვს დახვდნენ და ძალიან მშვიდ ვითარებაში აუხსნეს რა ხდებოდა, ანუ რატო იყო პოლიცია თედო აბრამოვის სახლთან მისული, რომ შეტყობინება იყო შესაძლო ნარკოდანაშაულის შესახებ. გიორგი ქაჩლიშვილი სასამართლო პროცესზე ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ამბობდა, ხან ამბობდა, რომ ძირითადად ამბობდა, რომ თედო აბრამოვი პოლიციის თანამშრომლებს უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას, არ ემორჩილებოდა და საჭირო იყო მისი გაკავება ჩხრეკის და დაკავების პროცესში, მაგრამ მეორე მხრივ ამბობდა, რომ ძალიან მშვიდ ვითარებაში მოაწერა თედო აბრამოვმა ხელი დადგენილებას და ოქმს. მოკლედ, პოლიციელების ვერსიით, იმისთვის, რომ გიორგი თევდორაშვილმა პირადი ჩხრეკა ჩაატაროს და მთელი ეს დრო თედო აბრამოვი მათ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს, ორ დანარჩენ პოლიციელს მისი გაკავება უწევთ, რა დროსაც თევდორაშვილი აი ამ ჩხრეკის დროს მის ჯიბეში პოულობს 5 გრამამდე MDMA-ს, ანუ ნარკოტიკულ საშუალებას. პოლიციელები ამ ნარკოტიკს ლუქავენ, ასევე მათი ვერსიით იქვე დაილუქა მობილური ტელეფონი ჩართულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ გიორგი ქაჩლიშვილმა პროცესზე თქვა, რომ პაროლი არ გვითხრაო თედომო, შესაბამისად პაროლის გარეშე მობილურის გათიშვა შეუძლებელიაო. და მხოლოდ ამის შემდეგ აკავებენ უკვე თედო აბრამოვს, ის მანქანაში არის და მიყავთ ცენტრალური კრიმინალური სამმართველოს შენობაში. თედოს დაკავების შემდეგ უკვე ადგილზე ჩნდება სხვა 3 პოლიციელი და ისინი ადიან უკვე თედოს სახლში, მათი მონაყოლით, ანუ მათი ვერსიით, სადარბაზოს კარი, რომელიც ჩიპზე იყო მიმაგრებული და ამტკიცებენ, რომ თედოსთვის არ გამოურთმევიათ სახლის გასაღები და არც ჩიპი. ისინი შეყვნენ სადარბაზოში ადგილობრივ მცხოვრებლებს, ანუ ელოდებოდნენ კარის გაღებას და სადარბაზოში ასე შევიდნენ. უშუალოდ თედოს სახლის კარი კი მისმა ნათესავმა ზაურ ქისტაშვილმა გაუღო, რაც ეწინააღმდეგება თვითონ ზაურ ქისტაშვილის მონაყოლს, მაგრამ რა არის ამ ყველაფერში უცნაური, მოდი ქრონოლოგიურად გავყვეთ საერთოდ თედოს დაკავების პროცესში და ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიებში. ანუ საქმეში არ არსებობს არანაირი ვიდეო მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ნარკოტიკი, ანუ 5 გრამამდე MDMA, რომელზეც საუბარი
მთავარია და რომლის შენახვას და ფლობას ედავებიან თედო აბრამოვს, არის უშუალოდ ამ ადამიანის ჯიბიდან ამოღებული. ანუ წარმოიდგინეთ, ადგილზე დაახლოებით 15 პოლიციელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამას პოლიცია უარყოფს, თუნდაც 3 ყოფილიყო, აი ამ 3 პოლიციიდან ვერცერთმა ვერ მოახერხა, რომ თედო აბრამოვის დაკავების და მისი ჯიბიდან ნარკოტიკის ამოღების დროს რამდენიმე წამიანი ვიდეო მაინც გადაიღო. გიხსნით, როდესაც ამოიღეს მომაწოდეს მე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოათავსე პაკეტს გაუკეთა წარწერები, პაკვეთი დავლუქე, შემდეგ მეორე მობილური ტელეფონი მომაწოდეს, რომელიც ასევე მოათავსე პაკეტს გაუკეთა წარწერები და დავლუქე. აღნიშნული დროს მე მესამე ხელი და მეოთხე ხელი არ მაქვს, რომ სხვა ხელები ხო, არა, ორი ხელით ხდება დაწერა, იმიტომ ერთ ხელში მიჭირავს პაპკა, მეორე ხელით წერა. თუ კარგად დაინახავდნენ იქ, თავისუფლად შეეძლო, თუ უბრალოდ კამერა იყო 2 მეტრის მოშორებით და რატომ არ გააკეთეს ეს? სოლოსიკის მაღაზია. ხო წარმოგვიდგინე, ბატონო, თქვენ სოლოსიკის მაღაზია. თუმცა როგორც განმარტება ბატონო. უშუალოდ პირადი უშუალოდ პირადი ჭხრელის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეოკამერა არ მოიპოვებოდა, ხვდებით? მე შეგახსენებთ, რომ ვიდეოს გადაღება ჭხრეკის დროს ან ნეიტრალური მოწმის დასწრება, აი ამ ჭხრეკის დროს და ნარკოტიკის ამოღების დროს არის პოლიციის ვალდებულება და ერთი უცნაური ამბავი კიდე ის არის, რომ პროკურატურამ საერთოდ ჩახსნა მობილურის გამოკვლევის ეტაპი, ანუ მობილური ტელეფონი მათთვის აღარ არის საინტერესო, ალბათ მიხვდნენ, რომ მასში ვერაფერს იპოვიდნენ, რაც თედოს ნარკოდანაშაულს დაამტკიცებდა. 15 ივლისს ხოჭორს გამოიკითხა თედო აბრამოვის მეგობარი ლუკა წიქაძე, რომელმაც მოყვა ეგეთი რაღაც, რომ სადარბაზოდან გასვლის დროს ის სამეგობრო, ასე ვთქვათ, ვიდეო კოლზე იყო, ჩატში იყო და ერთმანეთს მეგობრები ელაპარაკებოდნენ, დაახლოებით 4 თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთი იყო ეს ლუკა წიქაძე და ლუკა ყვება, რომ როგორც კი სადარბაზოდან გავიდა, თედო უცებ გაითიშაო, მისი ვიდეო ზარიო და დავიწყეთ მისი მოძებნაო. მობილური ტელეფონის საშუალებით ურეკავდიო და გათიშული ქონდა არ პასუხობდაო თედო და მერე დაიწყეს უკვე ახლობლებმა მისი მოძებნა ადგილზე მოვიდნენ სხვა მეგობრები რომლებიც უფრო ახლოს იყვნენ და სამეზობლოში ცხოვრობდნენ და ეს მეგობრები როდესაც გამოიკითხნენ სასამართლო პროცესზე თქვეს რომ დაადასტურეს რომ ადგილზე მართლაც იყო 15-მდე პოლიციელი და არა 3 რომელზეც ეს თვითონ პოლიციელები საუბრობენ და ასევე მნიშვნელოვანი დეტალია რომ მეგობარს ლუკა წიქიძეს აქვს სკრინშოტი, რომელიც ადასტურებს, რომ თედოს დაკავებიდან 3 საათის შემდეგ თედოს, ასე ვთქვათ, ონლაინ ჩანს თედოს პროფაილი Facebook-ზე, რაც რეალურად ადასტურებს იმას, რომ პოლიციელებმა სწორედაც რომ ამ მიზეზით არ გათიშეს მისი მობილური და 3 საათის შემდეგ ცდილობდნენ მის Facebook-ში შეღწევას, ან შესულები იყვნენ და გარკვეულ ინფორმაციას და მიმოწერებს ეძებდნენ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია აქვს. სასამართლო პროცესზე თედომ ერთ-ერთ ლუქზე თავის ხელმოწერა ვერ ამოიცნოდა თქვა რომ ის არ არის მისი ხელმოწერილი პაკეტი, ანუ როდესაც ნარკოტიკს იღებს პოლიცია ჯერ იქვე უნდა დალუქონ და შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უნდა წავიდეს და ის პაკეტიც ცალკე ილუქება და სწორედ აი ამ პაკეტის ლუქზე ხელმოწერაზე თქვა რომ თედომ აბრამოვმა რომ ის არისო მისი ხელმოწერა და იყო გაყალბებული ეს ადვოკატებმაც სასამართლო პროცესზე აღმოაჩინეს შესაბამისად 15 ივლისის პროცესზე მათ შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართეს, რომ სამხარაულის ექსპერტიზაზე გაიგზავნოს ეს ხელმოწერა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინოს კალიგრაფიულად ეს თედოს ხელმოწერა რეალურად თუ არა. და ასევე მნიშვნელოვანი ამბავი 15 ივლისისვე პროცესზე გამოიკითხა ექსპერტი, სამხარაულის ექსპერტი მაია კუხაშვილი, რომელმაც ესე იგი თედოს დაკავებიდან 2 თვეში, ანუ 5 თებერვალს მის თმაზე ჩაატარა ექსპერტიზა, რაც დაადასტურებდა იყო თუ არა თედოს სხეულში, ასე ვთქვათ, ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალება და აი ამ ექსპერტმა 15 ივლისის სასამართლო პროცესზე თქვა, რომ 0 ნარკოტიკული საშუალების კვალი აღმოჩნდა მის თმაში. პროკურატურის პოზიციით 2 თვე არის საკმარისად ბევრი იმისთვის, რომ ორგანიზმიდან გასულიყო ნარკოტიკი, რასაც არ ადასტურებდა სასამართლოზე მოსული ექსპერტი და ძალიან ცხადად ამბობდა, რომ სისხლში და შარდში შეიძლება მალევე გაქრეს, ანუ რამდენიმე
რამდენიმე დღეში ან კვირაში ნარკოტიკული საშუალების კვალი, მაგრამ თმა ყველაზე დიდი ხანი ინახავს ნებისმიერ ნარკოტიკს და შესაძლოა რაღაცა 2 თვის განმავლობაში ეს ყველაფერი შენარჩუნებული იყო, მაგრამ თედო აბრამოვის თმის ასე ვთქვათ შესწავლის დროს, თმის ღერის შესწავლის დროს მასში ნარკოტიკული საშუალება ვერ აღმოაჩინეს. და რაც შეეხება სახლის ჩხრეკის დეტალებს, სასამართლო პროცესზე, როგორც გითხარით, ასევე გამოიკითხა თედოს დედის ახლობელი ზაურ ქისტაშვილი, რომელიც მათ ბინაში ცხოვრობს თბილისში და მან მოყვა ეგეთი რაღაც, რომ საღამოს, როდესაც თედო სახლიდან გავიდა, მან დაძინება გადაწყვიტა და როდესაც ეძინა, გაიგონა სახლის კარის გაღების ხმა და მან ზაურ ქისტაშვილმა აღნიშნა, რომ სახლში გქონდაო ესეთი ჩვევა, რომ ყველა საკუთარი სახლის გასაღები აქვს და ვინც გადიოდა, თვითონ ეკეტავდა ხოლმე და ასევე იკეტებოდა ავტომატურად სადარბაზოს კარი, მაგრამ ზაურ ქისტაშვილმა სასამართლო პროცესზე მოყვა, რომ აი ამ ძილის დროს გაიგონა გასაღების, უბრალოდ კარის გაღების ხმა, რა დროსაც შემოვიდნენ სახლში უცხო ადამიანები და რომ გავედიო, დამხვდა 6 პოლიციელიო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული. შეგახსენებთ, აქაც პოლიცია ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ჩხრეკაზე, სახლის ჩხრეკაზე უშუალოდ იყო მხოლოდ 3 პოლიციელი და არა 6, მაგრამ თედო აბრამოვის ნათესავი ამბობს, რომ სახლში მივიდა მასთან 6 ადამიანი და გაჩხრეკეს მხოლოდ თედოს საძინებელი ოთახი, ისიც ზედაპირულად, ანუ მატრასი აწიესო და მაგიდაზე და იქვე მყოფ ნივთებზე უბრალოდ რაღაცა უყურებდნენ, დახედეს და უკან გავიდნენო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ ადვოკატის შეკითხვა, რამდენად გამოიკვლია სხვა ოთახები. თედო ცხოვრობს 4 ოთახიან ბინაში, ცხოვრობდა 4 ოთახიან ბინაში, 3 საძინებლით, 1 მისაღებით და ზაურ ქისტაშვილმა თქვა ეგეთი რაღაც, რომ ერთ-ერთ საძინებელში იყო ჩემი მეგობარი, ანუ შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილიო და პოლიციამ როცა გაღება გადაწყვიტა, მე უთხარიო, რომ გავაღვიძო ეს ადამიანი, რომ კარი გაგვიღოსო და გვითხრაო, რომ იყოს არ გვინდაო. ანუ ძალიან ესეთი ზედაპირული ჩხრეკა, ფორმალური ჩხრეკა ჩაატარა პოლიციამ და აქ რო აგიხსნათ, რატომ ნარკოდანაშაულის დროს მნიშვნელოვანია პირადი ჩხრეკის დროს და თუ ეჭვმიტანილს მანქანა წავს, მანქანის ჩხრეკის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიჩხრეკოს სახლით, საცხოვრებელიც, ძალიან ისე საფუძვლიანად ხო თუ ნარკოტიკულ საშუალებას ეძებენ, ყველა ასე ვთქვათ სივრცე უნდა ამოწურონ პოლიციის თანამშრომლებმა, რაც რეალურად თედო აბრამოვის შემთხვევაში არ გაუკეთებიათ. და მე ვკითხე თედოს ადვოკატს, რამდენად სწორია აი ესეთი ფორმით ჩხრეკა და მოდით მოусმინოთ, რას გვეუბნება. დეტალი იყო კარიო საძინებლისო და კეტილი და ხვდა და აღარც კი შევიდნენ. ანუ ესაც ხო ნიშანია იმის, რომ რეალურად სახში ფორმალურად მივიდნენ, რომ ჩხრეკის უბრალოდ მტკის ქონდათ, თორე აი რატომ თქვენ იურისტი არ ხართ ალბათ და ძალიან მარტივად ხვდებით. მე ოფილი ვარ ჩხრეკას. მე ჩამიტარებია, როცა ნუ იქით მხარეს ვიყავი, საგამოძიებო საქმეებიც ქონდა და ვიცი როგორ ხდება ჩხრეკა. აი საერთოდ ფიხსაცმელებს ყველაფერს ატრიალებდა. ხო, თედოს დაკავების დღეს დაკავებული ასევე გიორგი ახობაძე, ექიმი გიორგი ახობაძე და ნიკა კაცია. თუ მათი საქმეების შესახებ არ იცით, მე გიორგი ახობაძის საქმეზე ვიდეო მაქვს, ადრე გაკეთებული და აუცილებლად დაულინკავ და ნიკა კაციას ვიდეოსაც აუცილებლად მოგაწევთ, იმიტომ რომ ვაპირებ მის საქმეზე ცალკე ვიდეოს მომზადებას. და რა ერთიანებს ახლა აი ამ სამ საქმეს. ამ სამ საქმეს იმიტომ გამოვყოფ, რომ 7 დეკემბერს ეს 3 ადამიანია დაკავებული, თორე აქციების დროს ნარკოდანაშაულისთვის სხვა ადამიანები ცხედან ციხეში და მათზეც აუცილებლად მოგიყვებით. მოკლედ, ამ 3 ადამიანის საქმეს აერთიანებს ფაქტობრივად ყველა ის დეტალი, რაც თედო საქმეში არის საეჭვო. ნარკოდანაშაულის მუხლით დაკავებულია 5 ადამიანი, ეს არის ახობაძე, კაცია და 3 არის რუსეთის მოქალაქე, ჩეჩინი და კიდევ 2 ადამიანი, რომლებიც რუსეთიდან არიან ჩამოსულები საქართველოში და აქციებში, პროტესტში იღებდნენ აქტიურად მონაწილეობას. მე რამდენიმე პროცესზე ვარ ნამყოფი და ეს რაღაცა ისტორია, რომელსაც ყვებიან ხოლმე მოწმე პოლიციელები, თუნდაც დამკავებელი, თუნდაც გამომძიებლები, არის ხოლმე იდენტური, ერთი და იგივე, რასაც ყვებიან სხვა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ადამიანების პროცესებზე. ზუსტად იმავეს ამბობდა დღევანდელი მოწმე პოლიციელი ნეიტრალური ასე ვთქვათ, ნეიტრალური მოწმის დასწრებაზე, ჩხრეკის დროს და ასევე ვიდეო გადაღების დეტალებზე. გიორგი ახობაძესთან ამბავი ის იყო, რომ საერთოდ ერთი ვიდეო კადრიც არ არსებობს, როგორ ამოუღეს გიორგის ჯიბიდან ნარკოტიკი, საუბარი მაქვს გიორგი ახობაძეზე და ზუსტად ასევე კაციასთანაც ერთი ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს,
არსებობს, რომელიც ამას დაადასტურებს. ან ასევე დნმ-ის პირის ღრუდან ამოღების შემთხვევა ზუსტად იმავე ხვებიან გიორგი ახობაძეც, რომ თვითონ ჩხრეკის დროსაც და შემდეგ უკვე სამმართველოშიც ხელთათმანებით პოლიციელებმა გამოუსვეს პირის ღრუსა და იღლის ფოსოში ხელთათმანით ხელები, იგივეს ამბობს ზუსტად ნიკა კაციაც, რომ ამ საშუალებით აიღეს მათგან დნმ, რომ შემდეგ უკვე ნარკოტიკულ საშუალებაზე დაეტანათ და რაც მთავარია, საქმიდან გამქრალი პოლიციელები ზუსტად იდენტური ახობაძის და კაციის შემთხვევაშიც, რომ ადგილზე იმაზე მეტი პოლიცია იყო, ვიდრე თვითონ პოლიციელები ყვებიან და ამბობენ და საქმეში არის მათი რაოდენობა და ბოლო რაც მთავარია, ეს სამივე ადამიანი არის აქციის ძალიან აქტიური მონაწილე. თედო აქციაზე მიდიოდა, გიორგი ახობაძე აქციიდან ბრუნდებოდა და ნიკა კაციაც ძალიან აქტიურად აპროტესტებდა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. და აღარაფერს ვამბობ იმ იდენტურ ისტორიებზე, რომ სამივე არის დაკავებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და რომ მათი სახლების ფორმალური ჩხრეკა მოხდა რეალურად და პოლიციამ ძალიან კარგად იცოდა, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალება ამ ადამიანებს არ ჰქონდათ. თედო აბრამოვს, ისევე როგორც გიორგი ახობაძეს და ნიკა კაციას 7-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, საკმაოდ მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადის. თევდორე აბრამოვი არ აღიარებს დღემდე რა თქმა უნდა ბრალს და ამბობს, რომ პოლიციამ ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება, პროკურატურის პოზიცია კი ის არის, რომ თედო აბრამოვი არის ნარკოდამნაშავე და ამისთვის ყავს მწრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვებიან და ამბობენ, რომ დაკავება სრულიად მშვიდ ვითარებაში მოხდა, ყველანაირი უფლების განმარტების დაცვით. სად არის დღემდე თედოს პირადი ნივთები არ ვიცით, დაკარგულია, ამ შესახებ პოლიციელები არ საუბრობენ და არც იმას ადასტურებენ, რომ სამმართველოს შენობაში თედოს არაადამიანურად მოეპყრნენ. თუ არა და გააკეთებინეთ თუ არა უქმნები. რამდენიმე ადამიანის თვალწინ. არავის თვალწინ დავწერთ ადგილი არ გაქვს. აყენებთ თუ არა სიტყვის შეუდარებას, გასცინოთ თუ არა ყურებზე, საყურეზე უბრალოდ და დათოებზე. არანაირი შევარწმობა და არანაირი ცინო ისინი მართალია თედოს ადვოკატს იმედი აქვს, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ორი კვირის წინანდელი თამარ მჭედლიშვილის განაჩენის შემდეგ ეს ცოტა საეჭვოდ მეჩვენება 21 წლის გიორგი მინდაძეს ფოიერვერკის როლის გამო 5 წელი მისცა ამ ადამიანმა. თუმცა ნახოთ, დაულოდოთ თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებას და შევხედოთ რა სასჯელი ელოდება თედო აბრამოვს და ვიდეოს ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube ჩანელი. პროექტ 64-ის YouTube ჩანელიდან გადმოვედით რამდენიმე ადამიანი, ესე პირადი გვერდი გვექნება იმ ლოგიკით, რომ ვისაც რა ინტერესებს, ის ჩანელი ექნება გამოწერილი და ძალიან გამიხარდება და დამეხმარებით თუ subscribe იქნება ეს გვერდი, რომ ნახოთ ხოლმე სხვა ჩემი ვიდეოებიც. მადლობა.